მარტში უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის გააქტიურება შეიმჩნევა. ამის შესახებ უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციაში აცხადებენ. ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით მიმდინარე წლის ორ თვეში ბინების გაყიდვების კლება დრამატული არ ყოფილა და მოლოდინია, რომ მომდევნო პერიოდში ტრანზაქციები გაიზრდება. დეველოპერული კომპანიების ნაწილში კი ამბობენ, რომ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა კვლავ შემცირებული რჩება. კომპანიების ნაწილში კი იმასაც ამბობენ, რომ ბანკების მხრიდან ახალი პროექტების დაფინანსება შენელებულია, რაც ბაზარზე სავარაუდოდ ახალი დეველოპერული პროექტების მიწოდებას შეამცირებს. რა ვითარება უძრავი ქონების ბაზარზე და როგორია მოლოდინები, ნუცა შუბაშვილი მუშაობდა თემაზე და შეფასებებით პირდაპირ ეთერში გვერდდება ნუცა საღამოშვიდობის. ელენე მოგესალმები, როგორც ცნობილია, იანვრის შემდეგ თბილისში ბინების გაყიდვები თებერვალში შემცირდა. კოლიოს ჯორჯიას მონაცემებით თებერვალში ბინების გაყიდვები თითქმის 9%-ით იყო შემცირებული და თბილისში ამ პერიოდში სულ 3205 ბინა გაიყიდა. მიუხედავად ამისა, უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციაში აცხადებენ, რომ უკვე მიმდინარე თვიდან ბაზარზე დაგროვილი მოთხოვნის გააქტიურება შეიმჩნევა და მოლოდინია, რომ მომდევნო პერიოდში ტრანზაქციები აღდგება. ასოციაციაში ამბობენ, რომ მოთხოვნის ზრდას ეროვნული ბანკის მხრიდან იპოთეკურ სესხებზე რეგულაციის გამარტივებაც შეუწყობს ხელს. კომპანიების ნაწილში კი ამბობენ, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის ფონზე ამ ეტაპზე უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მაინც შემცირებული რჩება და ჯერჯერობით გაყიდვებში კვლავ კლების ტენდენცია იკვეთება. მიანვარი და თებერვალი ყოველი წლის ჭრილში ზოგადად არ არის ხოლმე აქტიური. მე ისმის, რომ წინა წლის იანვართან და თებერვალთან შედარებით შემცირება, მაგრამ ეს შემცირება არ არის რაღაც დრამატული და კონკრეტული საგანგაშო, ასე ვთქვათ, მაჩვენებელი, რომელსაც აუცილებლად მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მივაქციოთ. მე მგონია, რომ უნდა შევხედოთ მიმდინარე თვეებში მოვლენების განვითარებას და ვნახოთ რამდენად გააქტიურდება ბაზარი. ზოგადად მარტის თვეს თუ შევხედავთ, საკმაოდ აქტიურად დაიწყო დეველოპერული მიმართულებით ტრანზაქციების განხორციელება და ასევე მოლაპარაკებები და ვთვლი, რომ ის გარკვეულწილად უკვე დაგროვილი მოთხოვნა, რომელიც მეტნაკლებად ქვეყანაში არსებობს, ნელ-ნელა უკვე რეალიზაციას პოვებს და უფრო გააქტიურდება უძრავი ქონების ბაზარი. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში ანალოგიურად 10%-მდე გვაქვს კლება დაფიქსირებული იანვარ-თებერვალში. მარტის სტატისტიკა ჯერ მარტი არ დასრულებულად არ აღვავს, მაგრამ მოლოდინი გვაქვს, რომ ისე გაგრძელდება კლების ნაწილი. მოგეხსენებათ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე უძრავი ქონების ბაზარი საკმაოდ ცნობილია და როგორც კი რაღაც ხდება ქვეყანაში, ასევე აისახება უძრავი ქონების ბაზარზე. გვაქვს, რა თქმა უნდა, მოლოდინი რომ გაუმჯობესდება მდგომარეობა ქვეყანაში და უძრავი ქონების ბაზარი გააქტიურდება, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერჯერობით აქტიურად არის ასახული კლება. დეველოპერული კომპანიების ნაწილში ამბობენ იმასაც, რომ ბოლო პერიოდში შექმნილი არასტაბილურობის და ასევე გაზრდილი რისკების ფონზე ბანკების მხრიდან ახალი პროექტების დაფინანსება შენელებულია, რაც ბაზარზე სავარაუდოდ ახალი დეველოპერული პროექტების მიწოდებას შეამცირებს. როგორც კომპანია Apex Development-ში ამბობენ, არსებულ მშენებარე პროექტებს საფრთხე არ ემუქრება, რადგან ბინების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია. კომპანიის დირექტორის განმარტებით, შექმნილი ვითარება სამომავლო პროექტებზე იმოქმედებს და სავარაუდოდ კომპანიები ახალ პროექტებს დროში გადაავალენ. დეველოპერულ სექტორზე შემცირებულია დაფინანსება, პრაქტიკულად ახალ პროექტებს აღარ აფინანსებს ბანკები. ბანკების მოლოდინის რეჟიმში არიან, რომ გამოსწორდება სიტუაცია, დაიწყებენ აქტიურად ესე ვთქვათ დეველოპერულ პროექტების დაფინანსებას. ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ახალი პროექტების ესე ვთქვათ ჩაშვება გაუჭირდება, დაწყება, გადავადდება რაღაცა პერიოდით. და შეიძლება ამ ეტაპზე ესე ვთქვათ შეიქმნას ესე ვთქვათ მიწოდების ახალი პროექტების მიწოდების დეფიციტი. არსებული პროექტებში პრაქტიკულად გაყიდულია 70-80%, ახლა ჩვენ შემთხვევაში 80% გაყიდული იყოს ბინები, მაგრამ ახალი ესე ვთქვათ დეველოპერული პროექტებისგან თავს შევიკავებდით, მანამ სანამ ბანკები არ გააქტიურდებიან ბაზარს. იმაზე, რომ ბანკებმა დეველოპმენტის დაფინანსება გარკვეულწილად შეანელეს, საუბრობს კომპანია MK Development Group-ის დამფუძნებელიც მახალ კუზნელაური. მისი შეფასებით უძრავი ქონების ბაზარზე რისკების მაქსიმალურად შესამცირებლად აუცილებელია, რომ რეგულაციები კიდევ უფრო გამარტივდეს, როგორც დაკრედიტებაზე, ასევე თავად სამშენებლო ნებართვების გაცემისას. ბევრი ფაქტორია, შემცირებული მოთხოვნა, გაჩენილი სანქციების მოლოდინი, ასევე, რა ქვია, ქვეყნის ევროპული სვლის მიმართულების შეჩერება, ქვეყანაში ყოველდღიურად მიმდინარე საპროტესტო აქციები
გაურკვევლობა ამ მიმართულებით ერთობლიობაში ქმნის ჩემი აზრით იმ წინაპირობებს, რომელიც განაპირობებს ბაზარზე უძრავი ქონების მოთხოვნის კლებას და ასევე ინვესტორების ნაკლებ დაინტერესებას. რეგულაციები ეროვნული ბანკის მხრიდან მაქსიმალურად მნიშვნელოვანია და მთავრობის მხრიდან რომ გამარტივდეს უცხოელებზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე კრედიტების გაცემა, იპოთეკურ წესრიგებზე მაქვს მე საუბარი. აუცილებელია საქართველოს რეზიდენტი პირებისათვის შემსუბუქდეს ყველა ის რეგულაცია, რომელიც 2018 წლიდან და 2019 წლიდან ეტაპობრივად შემოვიდა. რაც შეეხება უძრავი ქონების ბაზრის ფაცებს, დარგის წარმომადგენლების უმეტესობა ამბობს, რომ მიუხედავად შედარებით შემცირებული მოთხოვნისა, გაძილი თვითღირებულებიდან გამომდინარე უძრავი ქონების ბაზარზე ფაცების შემცირების რესურსი არ არსებობს. რამდენად აღდგება ეს ბაზარზე მოთხოვნა თუ პირიქით არსებული რისკები რეალიზდება, ამას უკვე მომდევნო თვეები გვიჩვენებს. მადლობა ნუცა, უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციებზე ნუცა შუბაშვილი საუბრობდა.